სალამი. Ყველა ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც გახარ გზა ჯვაედინს და უნდა აიჩიო გზა. შენ შეგიძლია აიჩიო გზა, რომელიც ცხოვრება შეგიცვლის. ან კიდე დარჩე იგივე რუტინაში. მე ვირჩევ გზას, სადაც ყოველი კილომეტრი გამოწვევაა და საზღვრები არ არსებობს. საზღვრები მხოლოდ შენ თავში არის. თავარი არის ადგე მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ასე ძალიან გაშინებს. ერთ დროს ყველაზე მოთხოვნადი და პრესტიჟული ადგილი დღეს ყველასგან მივიწყებულია. წყალტუბო, ქალაქი, სადაც ყოველ კუთხეში იგრძნობა ისტორიის სუნთქვა, მათ ჩრდილოეთ შემორჩენილი ამბები და არქიტექტურის ძალა. ეს არის ადგილი, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. აქ მოგზაურობით დროში იმოგზაურებთ. ჩაუჯიქით. მოგესალმებით მეგობრებო, მორიგი ვიდეოთი დაგიბრუნდით. დღეს ვართ წყალტუბოში და ახლა მოგიყვებით მოკლედ ჯერჯერობით რატომ ჩამოვედით წყალტუბოში. წყალტუბო ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს იყო ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე პრესტიჟული დასასვენებელი და კურორტული ზონა. აქ თავს იყრიდნენ იმდროინდელი მაღალჩინოსნები და რა თქმა უნდა ხელოვნების დარგში მოღვაწე პირები. ხოლო მისი დაშლის შემდეგ ეს ქალაქი იმასთან შედარებით იქცა მოჩვენებების ქალაქად. არაფერი აღარ ხდება, სანატორიუმები, რომლებიც იყო თითქმის ყველა, მე მგონი ერთის გარდა დაკეტილია შეგულისო მიტოვებულია. ეხლა ვარ წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, სადაც საერთოდ არაფერი არ ხდება. ეხლა არის კვირა დღე, ყველა ატრაქციონი დახურულია, ჩარაზულია, დაკეტილია, არაფერი არ მუშაობს და პარკში დაახლოებით 9 საათია ვარ და 1-2 ადამიანმა თუ ჩამიარა ისიც ველოსიპედით. აბა წავედით ახლა და გავიარეთ შევხედოთ რა ხდება წყალტუბოში. მოგეთ მეგობრებო, მოვედი სანატორიუმ საქართველოში, რომელიც არის აშენებული 1950-იან წლებში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დასასვენებელი ადგილი, სადაც ისვენებდნენ მაღალი რანგის სტუმრები თუ ხელოვნებაში მოღვაწე ადამიანები. აქ ამბობენ, რომ არის მარმარილოთი მოპირკეთებული კედელი. მოდი შევიდეთ ახლა და შევხედოთ, აბა რეებია შიგით რა ხდება. ნახოთ ხო? თუ არის მარმარილოს მოზაიკით, მარმარილოს კედელი შემორჩენილი. მაინტერესებს ხო ვდივარ მესამე სართულს. დავაი აბა. წადოთ რა გამოვა. ოპა. სად მოვედით? მათ მეგობრებო, გადასასვლელი არის სხვა შენობაში. ორი კორპუსი იყო, როგორც ხედო. გადავდივარ სხვა კორპუსში. საინტერესოა. მეგობრებო, ვიპოვე. მაგარი მოზაიკის კედელი. მარმარილოს. თითელი აუზი არის კიდე მოზაიკით მოპირკეთებული. და ძალიან მაგრად არის შემონახული. ეხლა შეხედეთ რა მაგარია.
სანატორიუმ საქართველოს შემდეგ ინტერესით შეპყრობილი, დამუხტული, წავედი მორიგი აღმოჩენისკენ, სანატორიუმ მედიაში. მედია აშენდა 1950-იან წლებში და ის იყო ძირითადად განკუთვნილი ქალბატონებისთვის. აქ ხალხი ჩამოდიოდა სამკურნალოდ. ძირითადად რადონის წყლების აბაზანებს იღებდნენ, რომელიც ცნობილი იყო ძვლების, სახთრების, კანის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. მოვედით მეგობრებო სანატორიუმ მედიაში, რომელიც არის სასწაული ნაგებობა. ამ ყველაფერს განახებთ რა თქმა უნდა, მაღალი ესეთი არკები, თაღები, ჩუქურთმებით, არ ვიცი, სასწაულია. ამის მიგდება და ესე მიტოვება, კიდევ უფრო საცოდაობა არის და კიდევ უფრო გულოსაწყვეტი. ეს კონკრეტული სანატორიუმი შედარებით უფრო ხალხმრავალია, ტურისტები არიან, ეხლა ჩემს პარალელურად არიან ტურისტები, ცუგოები არიან და აქ უფრო იგრძნობა ესეთი არამიტოვებულის აურა და განწყობა. აქ აჩიში იგრძნობა გაქვს, რაც აურა ამძიმე და ესეთი არის. კარგი დასათვალიერებელია. ამის მიტოვება არის საცოდაობა. აქ კიდევ ეცდები დაგათვალიერებინოთ უკეთესად. მოკლედ მეგობრებო, აქ ზღვამშვიდი გარემოა, ტურისტების ბევრი არიან, შენობაში ისე დიხარ თითქოს საკუთარ სახლში. სამწუხაროდ არაფერი არ არის შენობაში, ძველი რაც შეიძლება ნახო, დააკვირდე, გაგიკვირდეს, უბრალოდ ცარიელი არის და დატოვებულია როგორც ესეთი ტურისტული უბრალოდ სახეტიალო. შემდეგი გაჩერება არის სანატორიუმი მეტალურგი. ის აშენდა იმ დროის მეტალურგიული ქარხნების მუშაკებისთვის, დასვენებისა და მინერალური წყლებით სამკურნალოდ. ახლა პატარა პაუზას გავაკეთებ და შენ გამოიწერე, დაგელოდები ცოტა. დავით ახლა გავურძროთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო, მოვედი სანატორიუმ მეტალურგში. კი მიტოვებულია, მაგრამ ისე კარგად არის შემონახვა და ისეთ ლამაზია, რომ ხშირად არის საქორწინო ფოტოსესიები. და ეხლა შემოგვევით პირველ სართულზე არის ქორწილის ფოტოსესია. ესეთი დიდი დერეფნებია მეგობრებო. და ხო, ფასად შიგნით უკვე რა თქმა უნდა მიტოვებულია, მოვლილი აღარ არის საკამერა, შემონახულიც არ არის. მოდი შევიდეთ ნომერში. ეს არის ერთ-ერთი იმდროინდელი ნომერი, რომელიც დასასვენებლად გამოიყენებოდა. აი აქ კიდე დენი არის, ინგრედ წოდებული ატმორი. ეგეთ ესეთი დერეფნებია სულ. არა ძალიან მაგარი შენობა, აი ეს შენობა იქნებოდა თავის დროზე სასწაული. აი რაღაც აი ესეთი რაღაც ქილები, ასაცმელები ყრია ეს ოთახ-ოთახში გადაშიქდა. დავიჯერება დამჩავა თითქოს ვიღაც მაცხოვრებელი უნდა იყოს. მოდი ახლა პატარა ისტორიას მოგიყვებით.
თუ რატო იყო წყალტუბო ესეთი მოთხოვნადი, ესეთი პრესტიჟული და რა მიზეზი აქვს ამ ყველაფერს. მოკლედ ერთ დღესაც ძია სოსო სტალინი ჩამოვიდა წყალტუბოში და იმდენად გაუცდა, იმდენად მოეწონა აქაური წყლების ძალა, რომელებიც კურნავენ ძალიან ბევრ დაავადებას და ეს მითი არ არის ზღაპარი, ეს სინამდვილეა, მართლა კურნავენ. გაუცებული იოსები ჩავიდა თუ არა რუსეთში, თქვა რომ ყველა უწყებას აბსოლუტურად უნდა ქონოდა თავისი სანატორიუმი. მაგიტომაც ქვია მეგობრობა, მეტალურგი, იმერეთი, მედეა და ასე შემდეგ. ეს განკარგულება გასცა თუ არა, მაშინვე დაიწყო, რა თქმა უნდა, შესრულება, ვინ გაბედავდა რომ არ შესრულებულიყო. როდესაც ჩამოვიდა, დახვდა ეს ყველაფერი უკვე ამოშავებული, მოქმედი და ასე შემდეგ. მაგრამ დღესდღეობით მხოლოდ ერთადერთი სანატორიუმი მუშაობს გამაჯანსაღებელი წყლების. ანარჩენი არის ეს მიტოვებული, მიგდებული, ეს კიდე კარგად გამოიყურება, შემორჩენილია და გამოიყენება რაღაცაში მაინც. ეს იყო წყალტუბოს თავარი კოზირი და სწორედ ამიტომ იქცა ის კურორტად. იმედია, ოდესმე ეს ყველაფერი შეიცვლება და გამოჩნდება ვინმე ამის პატრონი. ეს სანატორიუმი გელათია. ის შექმნილი იყო კარდიოლოგიური პროფილით. აქ პაციენტები მკურნალობდნენ გულსის მძარცვა დაავადებებს, მინერალური წყლებითა და სარეაბილიტაციო პროცედურებით. აქ ნამდვილად იგრძნობა აურა ძიმე. რამხელა დარბაზი. აქ ხამე არ ამგონია სიმშვიდე იყოს ნახოთ. და იმედია დღე არ მომახდება. სტუმრად ვარ უბრალოდ, დავათვალიერებ და წავალ. არაფერს არ ვაშავებ. არავის არ ვეტყვი თქვენზე. რამხელა დარბაზი ხა მოშეხედეთ. რამხელა ჭერია. ორ გადაურეს. ვისთვის იყო ნეტა ეს? დავარაუდეთ იქნებოდა თავშეყრის ადგილი. დიდი ადგილი, დიდი სივრცე რაღაცა იდგებოდა, ალბათ აქ თავშეყრის ადგილი იქნება. მაგრამ რამხელა სიმაღლეში საღო. ამდენი ხეტიალის შემდეგ ცოტა დავიღალე და წავედი დასატენად. შევარდი ერთ-ერთ რესტორანში, დავჯექი 10 კაციან მაგიდასთან და შევუკვეთე 3 კაცის პორცია საჭმელი. გემრიელად მივირთვი და გავაგზავნე მოღვაწეობა. მოვედი სანატორიუმ იმერეთში. ეს სანატორიუმი კონკრეტულად იყო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული. აქ ისვენებდნენ გამოჩენილი პირები, სამხედროები, პარტიის წევრები და მაღალი ფენის საზოგადოება მოკლედ. მაგრამ რაც ვნახე, იმათში ყველაზე დაჩაგრული და გაზვატყოვებული ეს არის. ყველა სხვა სანატორიუმთან შედარებით ეს კი დიდრულია, ნახოთ. ნახეთ, აქეთ ერთი ოთახი იყო, კარები იყო სავარაუდოდ ჩასმული. აქეთაც. დიოდი სხვაგან, ან ერთი ნომერი იყო.
არ მე არის გამონგრეული ეს გარები არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ტოვებს შაბეჭდილებას, რომ აქ სკათ მაღალი ფენის ხალხი დადიოდა. ეს მიტოვებული რაღაცეები გვეყო. ცოტა გავხალისეთ და მოვიდით პრომეთეს ღრუმეში. ხაველოდები, ჩემი შესვლის რიგს. და შევიდეთ. ნავით გავიკატავოთ, გავცუროთ. ძალიან ლამაზიაო, განათებული არისო. და ბარემ ნავით ავიღე ტური, თორე ლამაზი იქნება რა და დამენანებოდა რო არა მეყო ნავით და ნავის გარშე შესულიყავი. ეს პრომეთეს მღვიმეა, რომელიც 1984 წელს სპელეოლოგების გუნდმა ჯონ ბერლომინაძის მეთაურობით აღმოაჩინა. მეცნიერების დასკვნით, ის მინიმუმ 70 მილიონი წლის უნდა იყოს, რაზეც სტალაგმიტების ზომები მიუთითებენ. მისი მაღალი ტენიანობის გამო მღვიმეში მტვერი 0%-ია და სამკურნალოა სასუნთქი გზებისთვის. 2007 წელს დაიწყო მისი მოწყობა ტურისტებისთვის და 2011 წელს გაიხსნა. ამის შემდეგ მას სპინძლობს უამრავ სტუმარს. გავიარე თითქმის ფეხით თლიანად რაც გასავლელი იყო. ახლა მიზადებით ნავებში ჩასაჯდომად. კილომეტრი და 400 არის ფეხით სასიარულო. და შემდეგ უკვე ვჭდებით ნავებში და უკვე მიცურავთ ნავებით. ძალიან მაგარი ადგილი, საოცარი ადგილი. ეს რო უნიკალურია მსოფლიოში, ეგ იასნია ახლა. ამის ლაპარაკი აღარ მომდა. Sayın xalqo, davamlı დღეს მოვჩიეთ. ტბის პირას ვარ, დავდივარ, დავსეინებ, ცოტა საღამოს. ძოს დავისვენებ. ანუ ხვალ ვეცდები დილით ადრე გავიდე, დავაწევი თბილისში. მეგონი ძალიან კაი ვიდეოც გამოვა. ბევრი რამე ვნახეთ. აბა, ადიოს.